პეტრე მოციქულის წიგნი კათოლიკე პირველი, თავი მეხუთე. ხუცესთამა თქვენ შორის ვლოცა ვითარცა თანა ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაი და მერმისამის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი. მწყსიდით თქვენ შორის სამწყსოსა მაზღმთისასა. იღუწვიდით ნუ იძულებით, არამედ ნებსით, ნუცა საძაგლის შეძინებით, არამედ გულს მოდგინეთ. უცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას. და გამოჩინებას ამას მწყემს მთავრისა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გვირგვინი. ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩინებით მოხუცებულთა და ყოველთავე ურთიერთარს მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამე თუ ღმერთი ამპარტავანთა შემოსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. დაუკვე მდაბალდით წინაშე მტკიცისა ხელისა ღმთისასა, რაითა აღგამაღლნეს თქვენ ჟამსათვისა. ყოველივე ზრუნვაი თქვენი მიუტევეთ მას, რამე თუ იგი იღუწიდეს თქვენთვის. განიფრთხეთ, მღვიძარე იყვენით, რამე თუ წინა მოსაჯული თქვენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს ვინცა შთანთქა, რომელსაც წინა აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა. უწოდეთ იგივე ვნებათა იმათ ამას სოფელსა შინაც მობას ამას თქვენსა აღასრულებით. ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინა თქვენ საუკუნეს ამას დიდებასა მისსა ქრისტე იესოს მიერ, მცირე დღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქვენ, დაგამტკიცენინ, განგანძლიერენინ და დაგამყარენინ. მისსა დიდებაი და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე ამინ. სილოანეს მიერ ძმისა თქვენისა სარწმუნოისა, ვით არ ვგონებ, მცირედ მივწერე. გლოცებთ და გიწამებთ, ვითარ მედესი არ ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაი, რომელსაც ზედას დგათ. გიკითხავს თქვენ, რომელ არს ბაბილონში ნარჩეულისა მისთანა და მარკოს ძეჩემი. მოიკითხებდით ურთიერთარს ამბორის ყოფითა სიყვარულისაითა. მშვიდობა თქვენ და ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ. ამინ.